ეს გახლავთ 19 წლის მამაკაცი, რომელთანაც გამოვლინდა მარჯვენა კორონარული არტერიის მდებარეობის ანომალია, ეგრეთ წოდებული ავთვისებიანი სვლა. კომპიუტერულ ტომოგრაფიული კორონაროგრაფია ეს არის ყველაზე გავრცელებული არაინვაზიური კვლევის მეთოდი გულის მკვებავი არტერიების კორონარული სისწარღვების მდგომარეობის შეფასებისათვის. კომპიუტერულ ტომოგრაფიული კორონაროგრაფია მოწოდებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიის ათეროსკლეროზული დაავადების შეფასებისათვის, ასევე ფართედ გამოიყენება კორონარული არტერიების თანდაყოლილი განვითარების ვარიანტების ანომალიების შეფასებისათვის. კორონაროგრაფიის ძირითად ჩვენებას წარმოადგენს ათეროსკლეროზული დაავადება, თუმცა მოსახლეობის დაახლოებით 5.6%-ში გვხვდება აღნიშნული არტერიების ანომალური მდებარეობა, რომელთაგან დაახლოებით 20%-ში გვხვდება ეგრეთ წოდებული ავთვისებიანი სვლა. აღნიშნული შემთხვევა შეეხება მარჯვენა კორონარული არტერიის ანომალურ მდებარეობას. აღნიშნული არტერია სათავეს იღებს სინოტუბულური შეერთებიდან ინტრაკორონარული კომისურის კრანიულად, კონკრეტულად მარცხენა კორონარული ღეროს გამოსვლის მიმდებარედ. აღნიშნული პათოლოგია გახლავთ უეცარი კარდიული სიკვდილის სიხშირით მეორე მიზეზი ათლეტურ პაციენტებში ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შემდეგ. სწორედ ამიტომ რეკომენდირებულია აქტიური ფიზიკური დატვირთვის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში ეკოკარდიოგრაფიისა და კორონაროგრაფიის ჩატარება.